მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები მთავრობის წევრებს, მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს, პარლამენტის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. 99 ხიდი 97-დან უკვე აშენებულია. 50 გვირაბი უკვე გაჭრილია 51-დან. დღეს 9 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მზად არის გასახსნელად. გზა, რომელიც მიდის საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, გზა, რომლითაც საქართველოს შევა ევროპაში. მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი პროექტის, რასაც ქვია საუკუნის პროექტი. ეს არის რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა. ესი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი სტუმრები უკვე სარგებლობენ და რაც ამცირებს სერიოზულად გზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი 9 კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზა. გაიჭრა მხოლოდ ამ მონაკვეთზე 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში ეს არის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და რომელიც დაახლოებით 9 საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე გზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიგეთით ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, რა თქმა უნდა, განტვირთავს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შეასრულებებს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კილომეტრი იქნება აშენებული, მათ შორის აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კილომეტრიანი გზიდან 36 კილომეტრი. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და ეტაპობრივად დასრულდება, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანსევროპული ქსელის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე პროცესების ფონზე ეს გზა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისათვის და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. ამ პროექტებს ასევე რეგიონებში შეაქვს განსაკუთრებული სიცოცხლე, რაც არა მხოლოდ გზავრობის შემცირებულ დროში და შემცირებულ მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება ბუნებრივია კომფორტულ და უსაფრთხო გზავრობაში, მაგრამ ასევე გამოიხატება იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა ეს პროექტი ხელშეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და ჩვენი რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამოწვევ მონაკვეთად იყო, რა თქმა უნდა, მიჩნეული, აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით ამ მშენებლობას თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო საქართველოს რეალობაში. ამ პროექტს ანალოგი არ ქონია, ამიტომ ჩვენ თამამად უწოდებთ ამ პროექტს საუკუნის პროექტს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად, განსაკუთრებულ მადლობა მინდა გადაუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა თქვენ
ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა თქვენი დაუღალავი შრომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, წარმატებული ვერ იქნებოდა. ასევე მადლობა მინდა გადავხადო, რა თქმა უნდა, უამრავ ქართულ თუ უცხოელ სპეციალისტს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმიანობაში, ინჟინერებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს, რა თქმა უნდა, თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. უმნიშვნელოვანესი ზესტაფონის შემოვლითი გზა დღეს გაიხსნება და უკვე თბილისიდან ბათუმამდე 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი მგზავრობა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზესტაფონი განიტვირთება და შესაბამისად მის პოტენციალს კიდევ უფრო მეტი გამოყენების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობა ექნება. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც შესაბამისად უკვე მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. დღეს მდგომარეობით უკვე 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით 276 კილომეტრი აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის უკვე აშენებული და გახსნილია, რაც 64%-ს წარმოადგენს მთლიანი აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის და იმ გეგმის შესაბამისად, რაც წელს და გაისად უკვე ახალი მონაკვეთების დაწყებით იქნება უკვე მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალი სწორედ ჩვენი ხედვის შესაბამისად იქნება განვითარებული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის დიდი სარგებელი, რომელიც გარდა გზის მშენებლობისა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნისა, გასამაგებული გამტარობისა, მნიშვნელოვანია ის გამოცდილებები, რომელიც ჩვენმა სპეციალისტებმა, ინჟინერებმა მიიღეს, რომლებიც უკვე შემდგომში აუცილებლად იმ გეგმების გათვალისწინებით, რაც გვაქვს დაახლოებით 32 მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურაში, სწორედ ამ ხალხის მონაწილეობით და კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო დიდი ჩართულობით იქნება განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია დერეფნის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და გზის მშენებლობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ იმ ტრადიციულ მდებარეობებს, ოღონდ უკვე ახალ მაგისტრალთან, ოღონდ უკვე საგზაო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით და რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობით. მიმდინარეობს უკვე სამუშაოები შროშაში, სადაც მოეწყობა ტრადიციული ნაკეთობებისთვის შესაბამისი ადგილი, ასევე გათვალისწინებული არის აგროპროდუქციისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი ადგილის მოწყობა და უკვე გამოცხადებულია შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, რაც შეეხება ზესტაფონთან მიმართებაში, ზესტაფონის, ასე ვთქვათ, ტრადიციული ტრაფიკების ობიექტებისთვის შესაბამისი ადგილების მოწყობას და კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს ადგილები მისცემენ. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ამ და ყველა სხვა წინა და შემდგომი პროექტის განხორციელება იმ საერთო ჩართულობის გარეშე, რომელთა წარმომადგენლებით დღეს აგბრძანდებით. აქ არიან მინისტრები, რომლებიც სამინისტროებს შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებს წარმოადგენენ. აქ არის პარლამენტი, რომელთანაც ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა ერთად გადაგვილახავს. აქ არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც სრულად იყვნენ ჩართული და დროულად და ზოგჯერ წინსწრებათაც კი უკვე მოსახლეობის საჭიროებებს და მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე ერთად მუშაობდი და დღეს მდგომარეობით უმეტესობა მათგანი ან გადაჭრილი ან პროცესში არის ამ საკითხების. რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აქ არის ჩინური სამშენებლო კომპანია, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელმაც შეგვაძლებინა და ჩვენი დაპირების შესაბამისად უკვე დღეიდან მოსახლეობა ზესტაფონის შემოვლითი გზით სარგებლობას შეძლებს. აქ არის საზედამხედველო კომპანია, რომელმაც შესაბამისად იზრუნა იმისთვის, რომ
სამშენებლო პროცესი შესაბამისი ხარისხით და შესაბამისი ნორმების და სტანდარტების დაცვით აშენებულიყო. Რა თქმა უნდა, აქ არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დიდი შემადგენლობა, რომელსაც გამორჩეულად დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ასეთი მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. და რა თქმა უნდა, აზიის განვითარების ბანკს, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორს, სიმბოლურიც არის, რომ მომდევნო კვირაში უკვე წლიური შეხვედრა გაიმართება აზიის განვითარების ბანკის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც აზიის განვითარების ბანკისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ღირსეულად ხვდებით ჩვენს პარტნიორებს, განვითარების პარტნიორებს და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სულ 3 დღის წინ ჩვენ ისტორიული ქვეშეთიკობის 9 კილომეტრიანი 15 მეტრის დიამეტრის გვირაბი წარმატებულად გავჭერით, იმის მანიშნებელია, რომ შემდგომში ასეთი მასშტაბური და ასეთი წარმატებული პროექტები კიდევ გვექნება. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის. დიდი მადლობა. და ქალბატონ ლესლი ბირმან-ლამს მინდა ვთხოვო აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, რომ მოგმართოს სიტყვით. მადლობთ. Good afternoon, everybody. It is truly with immense ნამდვილად უდიდესი პატივი და სიამოვნება მაქვს, რომ თქვენთან ერთად ვზეიმობ აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას თან წარმატებით. არგვეთა მონაკვეთს. როგორც აღინიშნა, ეს არ არის მხოლოდ გვირაბების და ხიდების ან გზების მშენებლობა. ეს არის საქართველოს უდიდესი ერთგულების დასტური იმისა, რომ წინსვლა არის ჩვენი ერთადერთი გზა და ეს პროექტი და სხვა პროექტებიც აკავშირებს ხალხს სხვადასხვა კონტინენტზე. ეს კონკრეტული გზა არის უდიდესი საეტაპო მოვლენა და აუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩვენ ამ პროექტით არა მარტო ვქმნით უფრო ეფექტურ სატრანსპორტო ქსელს, არამედ წვლილი შეგვაქვს ადგილობრივი თემის და მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაში. ეს არის უშველებელი წინსვლა, რომელიც ვერ იქნებოდა შესაძლებელი საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის და კონკრეტულად რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარეშე და სხვა უწყებების ჩართულობით. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვნახეთ უპრეცედენტო გამოწვევები, რომელიც პირველივე ეტაპზე პანდემიის გამო იქნა დაძლეული და ეს ძალისხმევა საქართველოს კიდევ უფრო წინ წაიყვანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საეტაპო მოვლენა, რომელიც ერთად გვაქვს აღნიშნული და საქართველოს მოიაზრებს მწვანე და ინკლუზიურ კარიბჭედ და ყველა იმ პირს, ყველა იმ უწყებას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ჩემი გულწრფელი მადლობა. თქვენი ერთგულება, თქვენი დაუღალავი შრომა არის დაფასებული. დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ. ეხლა კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი. ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალი